თქვენ ზოგადად ახალი თაობისთვის და ბევრი ადამიანისთვის ხართ მაგალითი, ეს გარკვეულწილად განაპირობა თქვენმა ყოფნამ პროექტში, იმიტომ რომ მე რო სკოლაში მუშაობდი და ზოგადად სტუდენტებთან რომ მუშაობდი, ვიცი რომ ბავშვები, მოზარდები ყოველ შემთხვევაში უყურებენ მსგავს რეალიტი შოუებს. ნუ ღამესაც ათევენ ბევრ შემთხვევაში და მათთვის იკვეთება კონკრეტული გმირები. მეც რო ბავშვი ვიყავი, ჩემ დროსაც გადიოდა რეალიტი შოუები და ჩემ დროსაც იყო მსგავსი სიტუაციები და ჩვენ ყავდა რაღაც გმირები, კუმირები და ასე შემდეგ. ამ მოცემულ რეალობაში ბევრი ადამიანისთვის ხართ თქვენ მისაბაძე მაგალითი, თქვენი ფილოსოფიით, თქვენი აზროვნების სტილით, mindset, რასაც ქვია და მთელი რიგი რჩევა-დარიგებებით, რასაც ძირითად შემთხვევაში მაინც ახალ თაობას აძლევთ. მე მაინტერესებს როგორია თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია და ის ძირითადი სიტყვები ან შთამაგონებელი ფრაზები, რასაც თქვენ ეუბნებით ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარ თავს, რაც უბრალოდ გონებაში გაქვთ, ნებისმიერ რეალობაში, ნებისმიერ მოცემულობაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ყველა დღე ერთნაირი არ არის და თუ ადამიანს უნდა რომ იყოს წარმატებული, მან უნდა მოახდინოს დომინაცია ყველა გარეგან გამაღიზიანებელზე, ყველა გარეგან რეალობაზე, რაც მისთვის შეიძლება იყოს დამაბკოლებელი. ნუ ზოგისთვის რა არის, ზოგისთვის რა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე მაინტერესებს თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია როგორია ამ მიმართულებით. ჩემი ცხოვრებისეული ფილოსოფია არის შემდეგნაირი. ბავშვობაში, როდესაც პირველად უყურე უკანასკნელ სამურაის, სადაც ტომ კრუზი თამაშობს, ამ ფილმმა ფილოსოფიამ ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა. უკვე აწყვე, როდესაც წამოვიზარდე ამას ბავშვობაში, რა თქმა უნდა, გავიაზრე, რომ რაღაც საინტერესო სამურაების ცხოვრება, ასე შემდეგ ის. მაგრამ როდესაც უკვე წამოვიზარდე და გავიცანი კარგად სამურაების ცხოვრებას, აი მსგავსი ტიპის ფილოსოფია, როგორიც არის მიამოტო მუსაში, იყო ესეთი სამურაი, რომელიც ცხოვრობდა და ფიზიკურ დაპირისპირებებში 66 ბრძოლა ჰქონდა ერთ-ერთზე ჩატარებული და 66-ში იყო გამარჯვებული. ანუ 66 ადამიანი მოკლა ერთ-ერთზე დაპირისპირებისას. და მისი ფილოსოფია იყო შემდეგნაირი: მე უკვე მკვდარი ვარ. ეს სამყარო და ეს რეალობა, რა ტიპის რეალობაშიც მე მიწევს ცხოვრება. მე ვიცი ესეთი რაღაც. ვიცი რომ ადამიანის ენერგია არ კვდება. ადამიანის ენერგია უბრალოდ გადადის სხვა მდგომარეობაში. შესაბამისად, ყველაზე დიდი შიში თუ ის რა არის, რაც ადამიანს გააჩნია, ორი ყველაზე დიდი შიში აქვს ადამიანს. ნუ მე ჩემს მოსაზრებას გეტყვით და ზოგადად მიღებული აზრი